სალამით, როგორ ხართ? ხო ხართ ჯანზე, თემურა ხაზზე. მოსულები ვართ ესეთ ტბაზე. იმედი მაქვს, რომ ცოტათი უფრო გააქტიურდა ეს ტბა, აი ამ ადგილას. წინა კვირებში რომ დავდიოდი, არასდროს არ იყო ხოლმე შემოსული ნაფოტა. არდა წინა წლებში ყოველთვის მახსოვს ხოლმე რომ აქ იდგა ოხრად ნაფოტა. რადგან ეს ნაფოტა აქ ადგას, ტაცებელი თევზი, როგორც არის ქორჭილა, მაგის დედავატირე, იქნება სადმე ახლოში აქა წინა წლებში ეგრე იყო ხოლმე, აქ იდგა ხოლმე დილაობით ქორჭილა, სხვათა შორის გაიზომების და უბრალოდ დავიწყებთ, ოკეი? და ვნახოთ რა იქნება და როგორ იქნება. Let's go. დღევანდელი იარაღი იქნება Favorite Bluebird, ყველასათვის კარგად ცნობილი ბრენდი, 1-დან 7 გრამამდე, დაივას 2500-იანი კოჭა. ახალი წნული დავახვია ამაზე, ეს არის J Brady. მე მგონი 0.10 არის თუ არ ვცდები, ანუ 5 კილომდე აქვს წვეტა და გვეყენია დაივას ფლუროკარბონი. ამას აქვს 2.3-მდე, ანუ ცოტა სქელი არის ჩემთვის, რასაც ვარ მიჩვეული ყოველ შემთხვევაში. მინდა რომ შეუშინებლად, ასე ვთქვათ, მოვქაჩო თევზი თუ დამჭირდა. 2 გრამიანი ვოლფრამი კარაბინზე რა თქმა უნდა და 8 ზომა კაუჭი პატარა ტამტას ფორმის სატყვართ. ამითი დავიწყებ. პირველი შეგდება შევაგდოთ. ნორმალურად მიფრინავს ისეთი გასაგიჟებელი არაფერი, მაგრამ აჰა. დავსვით პატარა ქორჭილა. სპეციალურად ცოტა დიდი მოწყობილობებით ვარ წამოსული, რომ ეს პატარა ვაჟბატონები გავფილტროთ, ასე ვთქვათ. ეს ბლუბერდი რაც ახლა მაქვს და რაც დღეს წამოვიღე, არის ჩემი პირველი ჯოხი. ამითი დავიწყე მეთევზაობა. ძალიან მგრძნობიარე ჯოხია, მაგრამ არ ვიცი, ანუ აი რაღაცნაირი არის. მე ხელში ვერ მოვირგე, არ დავიწუნებ ჯოხს. ჯოხი ძალიან მაგარი არის, მგრძნობიარე არის და ყველაფერი, მაგრამ აი მე რაღაცნაირად ვერ შევიჩვიე თუ რაღაცა რა. შეიძლება მე უბრალოდ ცოტა ესე დიდ ჯოხს არა ვარ მიჩვეული და მაგი მიჭირს, ანუ მაგის ათვისება, ასე ვთქვათ. აჰა. პატარა რაზბოინიკი მოსდევდა მთელი გზა. ბიჭო არ მინდა ეს პატარები არ მინდა რა. ცოტა დიდი ზომები მინდა. შევიცვალოთ ადგილი. სანამ დილა არის. დილის 8 საათი არის. ნახოთ აქ პატარები არიან, როგორც ჩანს ამაგაზე დროს აღარ დავხარჯა, უბრალოდ მინდა ვიარო მაქსიმალურად და იქნებ ცოტა დიდი ზომები ვიპოვოთ. Let's go. აუ რამდენი დგანან არ ვიცი, ხედავთ თუ არა. ახე რა ზომებია თან ბლად და მარმიშკით რა დროს არა ვარ მოსული. ეხა გადავედი ცოტა აქტიურ სატყუარაზე, ეგრეთ წოდებულ curly tail-ზე. და ნახოთ ამაზე თუ იქნება რაიმე. ეს დარტყმა მაგარი აქვს, მაგრამ ზომა ბოდიში. აჰა. გაჩერებაზე მომენტალურად საამაყო ისევ არაფერი, მაგრამ ესეთი. ხედა, თურმე რაშია საქმე. აქტიური სატყუარა. აჰა, დავარდა. აი კიდე ჩართუმა. გაუჩეროთ. ატრიალოთ. გაუჩეროთ. ატრიალოთ. ურტყავს იმენ. ოპა. ეს დავსვით უკვე. სავარაუდოდ ეხა იძახეთ თქვენ რომ რა პატარა სატყუარები თევზაო ბრატ, გაზარდედი თევზს დაიჭერ. მოდი ახლა გავზარდოთ ზომა. ესეთი სუპერკონტინენტის სატყუარა მაქვს. ესეც ასე თუ ისეა, აქტიური სატყუარა არის. კუდი აქვს, ზუსტად ისეთი, როგორც მეორე სატყუარას ქონდა. და რავი, გავატაროთ, ნახოთ. როგორც იქნა. არ და რა კაი ზომისა იყო. იმენა კაი პაცეჩკა არ გაუკეთე და გაიძრო.
და მაგრამ ნუ დიდ სატყვარზე აიღო ცოტა დიდმა თეზმა. აჰა. დიდი ქორჭილი უსი. როგორც იქნა. გაიზომა. ეგრე რა, სად იყავი აქამდე თუ ამ სეზონის რეკორდი ქორჭილებში. როგორც იქნა მეშველა და მეღირსა და ღვარღადაო. გაიზომა. არა. გამართლა. დიდ მოზატყო არა. რა დასო. და რა აქტიურია ხო არ. ეს რა იყო ბლად? ზომაში იყო პატარა ძალიან. რა დასხო იმენი. მეთქი არ იქა მოსტრ დავიჭირებ. ნორმალური. სპორტული ზომა. საკმაოდ სპორტული. და ლამბორგინი. ფერარი. ფერისეთ. ან ძალიან ლამაზი კუდი აქვს. ფართლები. იბზანდით. ფილტრავთ ესე იგი ამ დიდი სატყუარით, ხო? აი, შემდეგისთვის გავითვალისწინე და პირდაპირ ამითი დავიწყე. გადაუჭირე და ეხა დაჯდა მაინც. ხო, არ გაიწევს. გაიზომა. კიდევ ერთი. ესეც გაიზომა. გაიხეთოთ. რა ლამაზი ის აქვს. წითელი კუდი შეხედე ბიჭო. გაიზომა თან. გაიხსნა სეზონი დიდი ქორჭილების, ნახე როგორი გაბრაზებულია და რა ლამაზი ფერფლები აქვს. იბზანდი. მადლობა. იჯიგარი. ჩათლახი თევზია, პროსტა ეხა იმდენად შორსა ვარ სახლიდან, აქედან ვერ წავიღებ ამას. სულ რომ მინდოდეს. მაშინ პროსტა უნდა ავკეცო ყველაფერი და ეგრევე დავაწვე სახლში და თევზაობა მინდა. ბუდეს მივაგენი. რა აქტიური ღვარღადა. გამიყარა ხელში. გაიზომისა. ამ დამჭრა ხელში მე. რადგან თევზი ესეთი აქტიურია, მოდით სადოთ ვობლერიც ბარე. ამ სილიკონით თევზაობას ყოველთვის მოვასწრებთ. დავსვით. მაგრამ ზომა არ არის ისეთი დიდი. Interesting. წავიდეთ მეორე ნაპირზე და ნახოთ თუ გამომივარ ამე. არის იქით აძგილებ და ქარი ახლა იქიდან აქით უბერავს. მარცხნიდან მარჯვნივ. ხო და შეიძლება ეგ ზურგის ქარი მოვიქცია და ცოტა უფრო კარგად წავიდეს ყველაფერი. ნახოთ. რადგან აქტიურობა არის თევზის და რაღაცა არ გამოსოთ. ნორვეგიული ძროხები გაიცანა. ჩილავენ.
ო ბოლოს მიხვდა რომ დაიჭირეს. ო ეს უკვე აქეთკენ ცივი ქორჭილა გაიჩით. ცივი ატანზე. ასეთი. ო ზარო მეც არა თქვი რა მოხდა მეთქი. აჰა. აპაპაპა ბალახებს შევიდა. ოუ რა კაი ზომისაა თან. აი, ამას არ ველოდით. ლოლ. აი, ეს ბალახებიც რა ცუდად აქვს წამოდებული. ვიცოდი რომ აქ იქნებოდა ახლოში და. დაკ. აბა. თვალში აქვს. თვალში აქვს გამოდებული. კაი ზომის არის ხოთა შორის. აი. თვალში ქონდა გამოდებული და ვერ ამოვიყვანე, არ და კაი ზომა იყო. არ ვიყავი იმენ არანაირად მომზადებული. ლოხი ვარ რა, ძალიან ნერვები მეშლება ხოლმე ესეთ სიტუაციები რომ მემართება. ასესაც ნელა გამოცდილება მოიტანს თავისას. დავაზიანეთ ეს მა. ნერვები მეშლება. Ai. Dan. Ისე ქარი ყლაპი. შეძრა სადღაც ჯანდაბაში. გამოვიდა. Don. ხომ მოვიყვანე. ერთზანდი. რა ჯანდაბა, როდესაც მომზადებული არ ვარ, მაინდა-მაინც მაშინ იჩითებიან ეს ქარი ყლაპიები და დავსვი ისევ ამაზე. ოკეი, ესეც ვიდეო გამო. რაღაცა დავი. გამოედო ცუდად. ნაფოტაც დავიჭირეთ. ბიჭო, გაჩერდი, გაგათავისუფლე. ნაფოტა. და. ორა გაყინულია. ой, გედი. რა ლამაზია. ეს აქ აღარ გადავაგდებ ახლა. არ მინდა ნამდვილად რომ გავარტყა. ზოგადად ხშირია ხოლმე ნორვეგიაში ესეთი მომენტები.
რომ გეც ხვდება ხოლმე სატყუარო. რა ტიპია. რა მოხვედი ჩემთან? საშენად რო არაფერი არ მაქვს ბრო. არ მოაყენა. არაფერი არ მაქვს. არა მაქვს არაფერი. რა გიყო? მაპატი. ჰადი. რა ლამაზი. ეს თლიანი წრე დავარდე დაბას მოვედი და 3-4 შეგდება ჩავაგდე, ცოტა ჩარტყმა იყო რაღაცა და მე გაიხლართ და ჩავწყვიტე. ასე რომ ადავწყვიტე აღარ გადამება, ისედაც ხალხმრავლობა არის აქა. წავალ ახლა სახში, დავისვენებ. საერთო ჯამში ძალიან კარგი ვიდეო გამოვიდა. ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში მე მაგრა გავერთე და რაც მთავარი იყო და რაც გეგმა იყო დღეს ის შესრულდა. დიდი ქორჭილების დაჭერა. მომენატრა ცოტა ჭიდაობა დიდ ქორჭილებთან. ჯოხმაც იდეალურად აკეთა ყველაფერი. ფლუროთის და წნული ამ ყველაფრითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. საერთო ჯამში ყველაფერი კარგად და კარგი გამოვიდა. მოკლედ, თქვენთან იყო თემურ გვარდზე და მომავალ ჩართვამდე. კარგად.